მინდა აღნიშნო, იგი შეგეკითხოთ, აი, ოპერაცია პანდა შესახებ, ანუ თქვენ დაჯეკი შეხართ ყველაზე ხშირად ასე ვთქვათ. თქვენ რაზეა ფილმი, რა როლს ასრულებთ და როგორ ვინ არის ხალხმა შეიძლება არ იცოდეს, მაგრამ და ამიტომ გეკითხებით და ვინ არის აი პორტაბრძოლების დადგმის ოსტატი. აი ესა მინდა დგა, ანუ ეს ჩხუბები რასაც ფილმში ვხედავთ. და რამდენად რთული იყო ამის შესრულება თითოეული ტრიუმფის ასე. Panda Plani არის action კომედია. ეს ბავშვებს WhatsApp-ში ფილმია, ასეთი ბავშვებს ძალიან უყვართ, ძალიან მოსწონთ. ჩემი როლი არის მთავარი უარყოფითი გმირი, რომელიც არის mercenary-ების ლიდერი. და მთელი ფილმი დავდებ ჯეკი ჩანს როგორც კატა და თაგვი და გამიდის ხოლმე. ტომი ჯერი ვითავთ ასე. ხო, ტომი და ჯერი ვითავთ, ხო. ნუ ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის ამ ფილმზე მუშაობა. ჯერ როგორც მსახიობს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი თავისუფლება მქონდა ჯეკისთან სცენებზე, ძალიან ბევრი რამე იყო მოგონილი გადაღების მოედანზე, სცენარებში არ იყო, მე და ჯეკი შევთანხმდებოდით ხოლმე ჯეკი და თიმურანი ამას გეტყვი. მე გქონდა ოკეი ჯეკი მაშინ მე ამას გიფასებ, ხო, კარგია დავარ. მაგრამ ძალიან ბევრი რამე იყო, მინდა მოფიქრებული და მეგრე ძალიან მიყვარს ჯეკისთან მუშაობა, გვაძლევს საშუალებას რომ გავიხსნათ და უფრო ესეთი არა პრობლემა ინგლისურად შეიძლება. ხო, like creative. თუ გავხდეთ creative. კრეატიულები რო ვიყოთ. ჯეკი მაგის უფლებას გვაძლევს. ასევე action-იც კი იყო შეთანხმებული, მთელი ქორეოგრაფია გაკეთებული, მაგრამ ბევრი რაღაცები იცვლება ხოლმე, იმიტომ რომ ჯეკის ახალი იდეები მოძის ხოლმე გადაღების დროს. და ეს ყველაფერი იყო შერწყმული და ეს ქორეოგრაფი და action director-ი იყო ჩვენი ჯგუფიდან, სხვათა შორის Karate Kid რო არის კარატე ბავშვი საქართველოს. ჯეინას მედის რო თან. ჯეინას. მედი იყო პროდიუსერი. მან რო არიან პატარა ბავშვები, აი ცუდ ბავშვებს რო თამაშობენ, ხო? ხო, მოედანზე. მან ერთი პატარა ბიჭია ერთი. აი იყო ამ ფილმის მთავარი action-ის დამდგმელი. აი გაიზარდა, ეხლა ბავშვი აღარ არის რა თქმა უნდა, უკვე ცოლ-შვილი წავს. ქვია ლავლი, ეძახით ლავლი, ლუდაო. ლუდა. ასევე ეძახით ეხლა უკვე აღარ ვეძახით, უკვე გაიზარდა. უკვე დიდი ბიჭია, ადრე ვეძახით როგორც მაიმუნი, პატარა მაიმუნი.